აი ჩამოვედით ბუდაპეშტში და აი ამ ულამაზეს კათედრალთან ვართ პირდაპირ სასტუმროში. სანამ რეგისტრაცია გვექნება ღონისძიებაზე, მანამდე ქალაქით დავტყვევით, ჩეკინიც ვერ გავაკეთეთ და ველოდებით პირველ საათს. მანამდე უნდა ქალაქში ვიაროთ. აღმოვაჩინეთ ქართული რესტორანი, ხაჩაპური, ანუ 5 იწყება. ხაჩაპური. ძალიან ახლოს ყოფილა ჩვენთან. პირდაპირ აი ამ კათედრალის წინ ახლა ველოდებით, რომ გადავიდეთ მეორე მხარეს. ვართ ძალიან დაღლილი, შესიებული, ნამგზავრი, მთელი ღამე ნაფრენი და მაინც კაი ხასიათად. კაი უშნოებით დავენახოთ ხა. ნახეთ რა მაზია. აი, ამისთვის არის კარგი, როდესაც გამოხვალ ადრე, რაც იმას ნიშნავს, რომ არავინ არ არის. აი, ესეთი სიცარიელე და სილამაზეა. აქ არიან ტურისტები. აი. ძალიან ლამაზია აქაურობა და აი რა პლუსი აქვს, როცა ადრე გამოხვალ. აბსოლუტურად არავინ არ არის. ნახე. არავინ არ არის. ხოთ მე და მადლენა. და ვიღაც ტურისტების ჯგუფი. მიყვარს ბუდაპეშტი. კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ ძალიან მომეწონა შაშანაც და წელსაც ძალიან მომწონს. არაჩვეულებრივი ამინდი გვაქვს. ნამდვილი შემოდგომაა ბუდაპეშტში უკვე. მომეც კაფეშკები, აზრები, მოკლედ ძალიან კაია. ძალიან კაია, ვინც არ ხართ ამყოფი, აუცილებლად ჩამოდით. ნელ-ნელა იღვიძებს ქალაქი, რომელიც არის ძალიან ლამაზი. მოიცემ ეს კაფე მინდა დაგანახოთ. ღმერთო რა ლამაზია, ნახეთ, რა ლამაზი ხედია. სრულიად ცარიელი, თან. აი ეს კაფე მინდოდა რომ დამენახებინა თქვენთვის. ნახეთ რა სილამაზეა. ნახეთ რა რომანტიკა. მოკლედ ბუდაპეშტი ძალიან მოგეწონებათ. თუ თქვენც გიკიცებთ ჩემნაირი როგორ გითხრათ, გაქვთ ჩემნაირი ინტერესები. ეხლა წავიდეთ ვნახოთ მეტყობა ხო, რომ ღამე მაქნათები და სიტყვას ვერ ვაბამ ერთს მეორეზე. ეხლა წავიდეთ და ვნახოთ პუტკუჩა გიპუცა კაცი. აი, ნახეთ როგორი პუტკუჩა კაცია. მადო. იღვიძებს მადო ქალაქი. ის დილამაზი ფერებია. ტრდელნიკები, აქ ტრდელნიკი ქვია? აქ არ ვიცი რა ქვია. გადმივიდეთ თუ ვიცოდეთ, ჭამა გვინდა, მაგრამ ჭამის გარდა ყველაფერს ვაკეთებთ. არ ვიცის რა, მართლა რა არის ესე? მე ვიცი ვინცაა. ეს რა არის? ისევ დილის ტურს შემოგვერთდით, მეგობრებო. არ გამიმართლა, ისევ არ არის ინგლისურად. Avete nessuna domanda qua continuiamo a parlare perché devo un po' dire qualcosa per quanto riguarda la nostra statua a questa piazza. Voi avete prenotato tutti tramite il sito Civitanti, sul sito diretto Sfumature. Noi nella messa vediamo, ci vediamo Santa Maria a Brocca, vedete all'angolo. Adesso nახეთ როგორ იღვიძებს ქალაქი. აი იმ ბარში იყო საოცარი მუსიკა, ვიოლინოზე უკრავდა ადამიანი. ბელა ჩაოს ის იყო საოცრება. ბელა ჩაო. ნუ მე არ ვარ კი ვარ მომღერლად, მოდი ვაღიაროთ. იას მოკითხვა,
აი აქ ვჭამეთ გემრიელესი ნაყინი, რომელსაც თუ მადოსთან ერთად გავსინჯავ, რა თქმა უნდა, ჩაბუგდებ. მადოც დადის აგერ ახალი აღმოჩენებით. ხო და მოკეთ კაია რა. აუ ნახეთ რა მანქანა. უბრალოდ შეხედეთ რა მანქანა. ძალიან საყვარლობა. აი ძალიან. No, Fashion Street-ი ტყუა არ ქვია, აქეთ კამპინსკის ჰოტელია. აქეთ კიდე სილამაზეები, აქეთ სილაქშერები და ამბები რა. კარგია, რაც კარგია, მეგობრებო. მიყვარს კარგი ცხოვრება. ძალიან მომიხდებოდა კარგი ცხოვრება, მინდა გითხრათ. ძალიან მიყვარს. სასწაული ამინდია, აი უბრალოდ არის ანუ არანორმალურად მაგარი ამინდი. ნიავი. თან სითბო. და რაღაცე ჰაერის, სუფთა ჰაერის განცდა მაქვს ქალაქში, ოღონდ მართლა. არ ვიცი. ერთი წელი არ მიმოგზაურია. მალე გახდებოდა ერთი წელი. და ეს მიგლინებაც იდეალურად დაემთხვა ჩემს სულიერ შეჭირვებას. ამიტომ დიეთ მადლიერი ვარ, მართლა მთელი გული და სულით ვარ მადლიერი ამ ყველაფრის. Starbucks-ში არის შემოდგომის კოლექცია. აი უსაყვარლესებია. ანუ ეს ყველა ქალაქის ჭიქები თავისთავად. მაგრამ ნუ აი ეს რაღაცა შესწავლება. ორივე ჭიქაც და თერმოსიც. თან რაღაცა მოხუცუები მუშაობენ. ძალიან საყვარლობა. ესე გადავიღოთ ფოტო. მოდი დეტალები უფრო რო აღვიქვათ. ესე. მოკლედ რა, ტელეფონი ვერ დავდეთ, საჭმელად გამოვედით. ჯერ არ გვიჭამია. იმიტომ რომ დავსეირნოთ და ვათვალიერებთ ამ ლამაზ ადგილებს. ძალიან ლამაზია. აი რაღაცნაირად გადამშივდა. იმდენად მიხარია სიარული და თვალიერება. რომ ის შიმშილის ქნობაც კი გამიქრა. ჩემი ოვერსაიზ კოსტუმი მაცვია ახალი, რომელიც იმიტომაც ვია რომ არ დამკუჭროდა. რეალურად თავის ლამაზ შორტთან ერთად თქვენი წაიღო ამის შემოდანა თავის ლამაზ შორტთან ერთად ჩავიცვა ხვალ ფორუმზე. იმედი მაქვს რომ გემრიელობაცაა. ძალიან კარგად იხედება რა. დამენახე შენი პერსებით. ანუ გთხოვ წყალი. ცდის მივიღეთ გადაწყვეტილება რამდენი ხნის მერე. აი მინდა დაგანახოთ მადლენას ულამაზესი შენაძე. რასაცაგელია ეს ფეშენისტა ქალი, პროსტა. ნახეთ გაიხადა ბრენდი. ჩვენ მოვედით სათვალეების სამყაროში. და მიკასა და მეორე სათვალეს შორის ვაკეთებდი არჩევანს და როგორც იქნა მივიღე გადაწყვეტილება. ოკეი. ანუ ჩამოვედით და რა მივლინებაში პირველი რაც გავაკეთეთ ეს არის სათვალეების ყიდვა. ჭკვიანი გოგოები ვართ. ჩამოვიღეთ ბანძის სათვალეები. იმიტომ რომ ჩუმად გქონდა გამიზნული კარგების ყიდვა. ჩვენ ოღონდ ერთმანეთს არ ვეუბნებოდით, არა ერთისთვის წინაშე ვუთხარით, როცა გავიგეთ რომ აქ მოვდიოდით, რომ ხო არ გვეყიდათ თქო, მაგრამ ყველას სასაცილო ამ ამბავში ის არის, რომ ჩვენ თავს უმტკიცებთ, რომ ჩვენ ის დავიმსახურეთ. კი, მართლა დავიმსახურეთ. ნამდვილად ვირივთ რომ მუშაობთ. ნამდვილად დავიმსახურეთ. ნუ მე მართლა ცოტა ზედმეტი მომივიდა ეს უკვე მე რამდენი სათვალეა მადო წელს.
არ ვიცი უკვე. მესამე სათვალეა წელს ჩემი. მაგრამ ეს იმის გამო, რომ ესე გადამაქ ჩემი გიჟური გრაფიკი და ცხოვრებისებური სირთულეები. რაღაცაში ხომ უნდა გამოიხატოს. არც არ მიყიდოს და ჩემით მაინც ვიყიდე. მაგრამ კიდე დაიმსახურა, იმიტომ რომ რაც ჩაფიქრებული ქონდა რაღაცები ყოჩაღად შეასრულა. ასე რომ მე ნება დავრთე. რო არ ყოფილიყო საჭირო არ ვაყიდინებდი. დედამს ხოკი. ასე არის საჭირო ეხლა შენი мотиваციისთვის. ამიტომ ხანდახან საჭიროა. რაღაცა ისიც საყვარელი ყუთი აქვს. აუ ყველგან ჰელოუინია. ხო. ხო. რა არის შინ წერტერები რო არის? Fortune. აუ მე შემიყვარდა ეს კუთხე. ნახე. სულ. Twitter. არ მახსოვს. ამფეტიან სიტყვი. შენ დეკორაციები მოგაქვს ახალი იმისთვის, ოფისისთვის? აუ აქ რამხელებია შეხედე. ძალიან ლამაზებია. No, აქეთ ოღონდ ცოტა უფრო ბავშვურები. ნახეთ აქ რა არის. მადო ფრიდას პლუს ვან გოგია. აუ რა სილამაზია. ანუ ამდენ სიარულში ამ ხიდთანაც მოვედით რა. ძალიან ლამაზია ბუდაპეშტი მეგობრებო, განსაკუთრებით შემოდგომაზე მადო წავედით. თორე არა ინთება. კაი ხანს ეხა მივიდეთ აი ამ ისტორიულ შენობასთან, რომელიც თუ სწორად მახსოვს არის სასტუმრო. იმედია რომ სწორად მახსოვს. ხო. ასე ლამაზია. რო ეს არ გადავიღო და ჩემს ბლოგში არ მოხდეს. ანუ მეგობრებო მოგთხოვეს ID ბარათისთვის მოგთხოვეს ფოტო. რა საყვარელი ხარ? ID ფოტო მოგთხოვეს უბრალოდ მისთვის რა ქვია ბეიჯისთვის და აი ესეთი გამოვიდა ჩემი ID ფოტო. ღამენათების პირობაზე სახიალე წილის 80,000 ნაბიჯის გადადგმის პირობაზე ძალიან კარგად გამოვიყურები მე მგონი ფოტოში. ხოდა ხა მადო იღებს მოკლედ რა. თითო არ ვიყავით საკმარის შევთხოთხი ვართ. მოვედით, ეხა რეგისტრაციას გავივლით MTK სპორტ პარკში. და გავივლით რეგისტრაციას ბუდაპეშტის ამ არაჩვეულებრივი ივენთის თვის. ძალიან მიხარია რომ აქ ვართ მოკლედ რა. მადო გამომხედე. აუ ამ ბანერთან კარგი იქნება ფოტო, მინდა გითხრა. Advertising. ძალიან მიხარია რომ აქ ვართ და ესეთი მაგარია ბუდაპეშტი. მარჩნდები, ჩემი კაბა მიფრინავს. Where are your sodas?
ღამდება ბუდაპეშტში. ნახეთ რა ლამაზია. ესე ღამდება ნელა ბუდაპეშტში. ნახეთ რა ხედია უბრალოდ. ხლოებით, ანუ დაახლოებით 2 საათი არა, მაგრამ საათზე მეტია ვეძებთ. მოდით ვნახოთ რამდენი ნაბიჯი ვიარეთ დღეს. მიდი. ისეთი ლამაზი კუწუნა საყვარელი ადგილი ვნახეთ. მანახე. ბეხებს ვერ გზნობთ და წელს. მათ შორის ვიყავით დავრეგისტრირდით კიდე იქ და მეტრო დავამხეცეთ და ნუ აი რა ვიცი მეტროს ქალმა გითხრა არავინ არ შეგამოწმებთო და ამოსული არ ვიყავით შემოწმებული ვიყავით უკვე მე კიდე სილამაზეებში მოვხვდით აი ესეთი ბაზილიკის ხედებიც გვაქვს აი რამდენი ვიარეთ ღმერთო ძალიან დავიტანეთ მართლა ფაქტობრივად, მადო გუშინს მე არ დაგუსვენია გუშინ დილას სამსახურში რომ მივედით, მას მე ჩვენ არ ვძინებიანო. მე წავედით სახლში, სანამ მოვწესრიგდით, წამოსასვლელი დავუშვი. მე გამოვფრინდით, მთელი ღამე მოვფრინავდით, მე ჩამოვედით, სასტუმრომა შეგვიშვა. და ესე ვიწოდეთ. რა მოგწონს? კულტურის გადაღება არც მიფიქრია, იმდენად უკვე ეს ხალი არის უსაყვარლესი. ეს ხალი არის უსაყვარლესი. გვანახა ფოტოები. აგვარჩევინა და ნუ რა ვიცი რა. ნამუნამოები. სომთა ეგეთ ხედის ფონზე. რა კაია. ვაუ, მე მგონი მათო სწორი არჩევანი იყო, რომ გავიზიაროთ აი ეს კარგი რაღაცები. ძალიან დიდი სირცხვილის გრძნობით, მაგრამ უზადო კმაყოფილებით მინდა განახოთ ჩვენი შემოქმედება. ანუ სასწაული იყო ხალხნო. მე აუცილებლად ჩავინიშნავ ამათ მისამართს რა. არის პირველი ოფიციალური დღე ივენთის და უკვე ხალხი იკრიბება ნელ-ნელა. ყველას ბეიჯები უკეთია, ისევე როგორც მე. და ესეთი სიტუაცია აქ. უამრავი ოპერატორია, მე მგონი ჩვენ დამსწრეზე მეტი ოპერატორია. ლამაზი გოგოები. ნელა იკრიბება ხალხი, ჯერ სრულად არ არის. მოდი გავიაროთ და ყველგან შევხედოთ. ესე დავარკვატრე. Ganta, ნახებთ რა ხდება. Passiamo di qua. So are you a space helper?
Enjoy today? Ага, я тебе напишу. Да, давай мы Once we get them out. с правой. Позади. Вот так вот идет. Das so parlami arია. Can be offered to those things. У вас как репов, да, спикер подается. მოდი. მადო. მოდი. Actually, you can press and then get a photo. Would you like to? Yeah. Okay, so pose. აი, ეს არის რეკლამა. აი, აქ გადავიღეთ უკვე ფოტოები, ძალიან კაი იყო. უკვე უამრავი ხალხია. Stage-ებზე დაწყებულია წარდგენები, პრეზენტაციების. Hello. აი, ესეთი პარტიც არის აქეთ. Reiki-s თემა. Obsessed with them. People that buy over and over and over again. Fans that tell everybody about the product that they love, that you created. Fans that buy your mission, your message, and your entire worldview. And the way that happened was because of the content that indoctrinated them to be that way. See, content is more than just videos on TikTok and Instagram and any organic marketing strategies represent clothing. This brand probably has the most obsessed fans in the luxury clothing sector. These are people that sell out every single drop. They spend thousands of dollars every single year, and they even tattoo the logo on their skin. That's how obsessed these guys are. But how did they create that level of loyalty? Through content. So they show behind the scenes of their design process, community events, like High Rocks and running clubs. The founder shares his daily life. They show their manufacturing process, so you can see behind the scenes. And if you think of the biggest brands in history, Ferrari, Nike, Disney, they have invested so heavily into world building, content, customer indoctrination over the decades that they now have the most obsessed fans in the world. It starts off in some kid's bedroom with a toy Ferrari. 50 years later, he's rich, he wants a Ferrari. Nike,
Michael Jordan, Air Force One shoes, or Michael Jordan shoes, I should say. And Disney, parents take their kids to watch the movies because they were indoctrinated as children to enjoy that content, right? This only used to be available to billion-dollar companies because years gone by, content production was expensive. Now with the social media algorithms and iPhones, this opportunity that they have leveraged over the decades is now available to every single one of us in this room. Every single person can build that brand loyalty. Now, why do most brands suck at content? We know it's important, but why are most people failing? And what do you need to avoid in order to actually crush it on organic? Now, the first mistake, there's 4 key mistakes. The first one is they treat content like ads. Content is not direct response advertising, it's not paid advertising. Most people, most entrepreneurs and marketing teams, they constantly sell on socials. Buy now, limited time offer, sale ends tonight. Does not work on social media. If your content does not educate, entertain, or inspire somebody, it's not going to work. You haven't earned the right to sell to someone unless your content has done that. Next is no dedicated strategy or team. Most companies, and I've analyzed hundreds of them, and I see the same 4 mistakes all the time. Most companies just pass off organic to their Gen Z employee, junior employee, and hope they kind of figure it out. It's like, hey, you're young, you should understand this kind of thing. But you need a dedicated strategy, you need a dedicated team. It's not something you do in your spare time. You need to put effort into it, you need to have consistency. And if you have the opportunity to bring specialists into your business and build an entire marketing department around organic, you should do so. Third mistake is companies don't truly understand their audience. They don't know the conversation going on inside their head. They don't understand the subculture of their niche. They don't understand the nuances of how these people think. They miss trends that their audience cares about. The content sounds like it was written by a committee. It's not engaging, it's not entertaining. They don't know how to speak to their audience. And the worst thing is companies want to play it safe. Play it way too safe with their content, just putting out stuff that realistically nobody wants to watch. And the fourth and almost worst mistake is giving up too early. Okay? Content marketing is not like ads where you can switch it on and see impressions and sales within the first day. It takes time, especially if you're building from scratch. But once you push that snowball down the hill, it gets bigger and bigger and bigger. This is one of the biggest assets that your business can possibly have. A thriving, organic, people that love you. The others. So it's a lot on testing, but it's also a lot on allowing your campaign time to develop, learn, and bring you the results, right? Again, a lot of you don't have patience for that. That's my personal experience with affiliates. But again, if you want to be where your top competitors are, they are this high because they have the time spent there. So have a little bit of patience, and if you plan to invest a lot in Google, give it some time. Now we're going to do the same for demand gen. So you want to build your demand gen campaigns. უკვე ისმის DJ-ის ხმა და დარწმუნებული ვარ ძალიან კაი იქნება. გადაგანახებთ რესიომაზია აქ. ეს არის დიდი პარკი. ესეთი. იქეთ უფრო დიდი. ისეთ დაღლილი ვართ რა, ნუ არ ვიცი. ორი სახე გაქვს და მითხარი რომელზე გავასწორო. მაგალითად ჩვენზე გავასწოროთ. წამო. ეს იგი ჩვენ ახლა მივდივართ თეთრ ფართიზე. უკან ლამაზი სასახლე გამოვიარეთ. ვერ დამახსოვეთ ჩაქრე, იმიტომ რომ რაღაცა სასწავლეში მკლართულობა არ ჟუქუჟი. და ის არ არის სასახლე უფრო სწორად. ეხლა მივდივართ სასახლესთან. მაგრამ ისე ძალიან ლამაზი იყო. ვერას მოუყარე კამერა. სატესტო რეჟიმი. ეს გავს და ვარჯიშობს. ეხლა შეიგრძნობს და მე იხედავს ტრიპებისთვის. შენ იმას დახედე, ეხლა გაჩვენებს. ფართი აქვს საოცარ ადგილზე. ანუ არ შემიძლია არ ვაღიარო. თუ ზოგადად ძალიან კარგი ორგანიზებულია ყველაფერი. ნახეთ რა ხდება აქ.
სილამაზეა, სიმყუდროა. ხილად უნდა ვიყო, მაგრამ ღირს. მოვედით და ისეთი ზღაპრული და ლამაზია ქაურობა ჯადოსნური ნახეთ რა ლამაზია აი საჰაეროპორტი დაფრინავს. ნუ ერთი სული გვაქვს, როდის შევჭამთ ამ საყვარელ პიცუკებს რა. სამშია. ანუ უამრავი ადამიანი მოვიდა საბოლოო ჯამში რა. ძალიან ბევრი არიან. Make some noise. A big shout out to our amazing sponsor for tonight, 1xBet. Thank you for making this party happen. Let's turn it up and make this night to remember. Let me hear you say again, if you are in, make some noise, everyone. Yeah, let's do it. ის რო გუშინ რომ მივდიოდით და შენ თქვი რომ წარმოიდგინა თვალზე როგორ მიჭირს ყურება ანუ მეგობრებო კაცი ნაგავში ეძებდა ნარჩენებს და მადლენას ეკონა რომ შეყვარებულები კოცნისდნენ ერთად არა კაცი და ვიღაც მეორე ადამიანი რა არის იყვნენ გოგო შეყვარებულები რა შეყვარებულე მაგრამ ეს ძალიან საყვარელი მომენტი იყო რა მე როგორი არტებია კაცო ხო მეგობრებო ისეთ შესაძლებელი ვარ კი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ძალიან ბევრი სტუდენტია ქალაქი მეტნაკლებად სუფთა ადამიანებიც ვინც აქაურები არიან რა ცივები და ესეთები არ არიან ძალიან ანუ ძალიან ესეთები არიან ყურადღებიანები ამინდებიც გადასარევია და ისეთ სასტუმროში ვართ მოკლედ ჩვენ რა ეს არის ჩვენი ბრექფესტის ზონა
დღეს baby ქართები ой, мешენი baby. აპრობი არ გაქდა გოგო. ეხლა ჩვენ ერთ ულამაზეს კაფეში, რომელიც ჩვენთან ძალიან ახლოსაა და არის ძალიან მწვანე. და იქიდან წავედით უკვე ღონისძიების დასკვნით მეორე დღეზე. ზოგადად ეს ქუჩა ძალიან ატმოსფერულია, ხარ ვიცი აქედან ჩანს თუ არა და რეალურად ალბათ არც ჩანს. აქ მარკეტია ძალიან საყვარელი ემზადებიან, ეხლა განახებთ. ნახეთ ატმოსფერულია აქაურობა ემზადებიან. აი, სილამაზეში მოვედით საოცარ კაფეში. ძალიან ლამაზია აქაურობა, აუცილებლად მოდით, თუკი მოხვდებით ბუდაპეშტში. საოცარი სიმწვანეა, ჯუნგლებში გეგონებათ, ამი კარგი გაგებით, ანუ და ზოგადად ინტერიერია ლამაზი. მეორე ვედით უკვე მეორე დღის ამბები გვაქვს. სადაა ჩემი მადოსი? ვაიმე, აქ ფოტოსესია აქვს გამართული ხალხს. და განახოთ. აი. ოუ! ძალიან ლამაზები არიან. რა თქმა უნდა რუსულენოვანები არიან ყველგან. ძალიან ბევრი არიან მართლა. Biggest play for everybody that's right here, right now in this Google, because there's no creatives involved. We're talking search campaigns, right? So keyword to landing page, done. If it converts, there's zero risk of creative fatigue or აშკარად ძალიან ბევრი ხალხია ისევ რა. რაღაც პერიოდი არ იყო და ეხლა ისევ გააქტიურდნენ. ჩვენი რა ჩაყვანობებია. საყვარლებელია. ჭამსაკ ხალხი. We're talking search campaigns, right? So keyword to landing page, done. If it converts, there's zero risk of creative fatigue or anything like that happening. And ultimately what that means for you is that your advertorial campaigns, they will work for longer, they will be more profitable because they're lower CPC, and they will build a massive moat around your business because they're not easy to crack. Now, another reason why I love using advertorials in combination.
საყვარლობა ადგილზე მოვედით. არაჩვეულებრივ დროს ატარებს და ეთქობა ქალაქს, რომ არის პარასკევი. აი ძალიან ეთქობა. გადაგანახებ რა სილამაზე ადგილია, სიცოცხლით სავსე. ახალგაზრდებით. ჯეიმი ოლივიერის დინერი ქვია კიდე ერთ-ერთ რესტორანს. აი ეს ადგილია, ეს შეგვიძლია ამათი. სალამაზია მართლა. ყველაფერს მინდა გადავუყო. ისეთ სილამაზეა, მინდა დამრჩეს. Oh my gosh! Enjoy. So amazing. Thank you. მერთო, აი ეს როგორ უნდა ვჭამოთ ახლა? მე რა სიმპათიური ხარ? ნომერ პირველი არის წიწაკა. თიხის და კერამიკის ამბები. ძალიან საყვარლობა მართლა ყველა. Buddha the best. დღეს გვაქვს თავისუფალი დღე, მაგრამ ამასთანავე დაბრუნების დღეც გვაქვს რეალურად. დღეს გვინდა გადავიდეთ მეორე მხარეს, სადაც სასახლებია და ციხესიმაგრეები და ძალიან ლამაზია მთავრობა. შაშან როდესაც ვიყავი ყველაზე მეტად ბუდაპეშტში
მომეწონა ეგ ადგილი და მახსოვს ძალიან ლამაზად. ეხლა განახებთ ჩემს ბალერინა კაპუჩინა გუჩინას. აი ეს არის ბალერინა კაპუჩინა გუჩინა. აბებში და კუჩკუჩებში ვართ და ქარიგლი ფრიალებს, მაგრამ არა უშავს. არა. ძალიან სუფთა ქალაქია მართლა. მე ძალიან მომწონს. ცოტა დადის გვაყანყალებს სესილიასავით. არჩიეთ რომ ძალიან ბევრი არ გქონდეთ ფეხით, იმიტომ რომ რეალურად ცოტა დრო გვაქვს და პლუს მაგას და დავიღლებოდით. ეს ჯობია. აი ეს სილამაზე მოვედი. მარტივესად ლამაზეს ადგილზე ისე მომწონს ეს სასახლე. მაშინაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ძალიან მომეწონა მაშინაც. ნენა, გამოჩნდა ეს ულამაზესი ხედები, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს. მეთო ძალიან ლამაზია. აი ძალიან. უამრავი ადამიანია. ძალიან მომეწონა ადგილზე, სადაც უამრავი ხალხია. მაგრამ არ წერდებით. ვცდილობთ ისეთი ინტერესტული ფოტოები გადავიღოთ. მაგრამ ძალიან საშიში. აი მეც ჩემს ქუჩქუჩა ლამაზ კაბაში წავედით. აუ ღმერთო, ძალიან ლამაზია ბუდაპეშტი. მეორედ ვარ და მართლა გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ. ეს არის Starbucks-ი, რომელიც არის მე მგონი ყველაზე ლამაზ ადგილზე. და ძალიან მომწონს. ძალიან ლამაზია ბუდაპეშტი. ულამაზესია, მართლა ჩვენ ვისი ამონეთ მეც და მათაც უზომოდ. 我影嘢啦，搞喎。 ორი პრინცესა. ძალიან პრინცულები. ნახერა ლამაზია და წიე კოშკის თავი ვანახოთ. აი. ავედით ხა ახალი ფოტოები. ნახეთ რა ლამაზია. იხდენს ყველაფერს. ნაქარდი ქალა. ჩვენ ბევრი რამე გვაქვს საყიდე. ნახე რა ლამაზია. იქეთ ფანტანჩიკია. ლამაზია ეს ბუდაპეშტი და ჰე. რა გინდა რო ქნა. ძალიან ლამაზია. დავდივართ, ვიღებთ. ტელეფონში აღარა გვაქვს მეხსიერება, მაგრამ მაინც ვიღებთ. ოღონ არ ვიცი რას ვიღებთ. მე ჩემი ოსმოთი ვიღებ ვიდეოებს. და ლამაზია, ნამდვილად. ვიცი მილიონჯერ თქვი ეს სიტყვები. მაგრამ ასია მეგობრებო. ეხა მომშივდა. ძალიან მომშივდა. და უნდა ვჭამოთ.
სადმე, გემრიელი, საჭმელი მინდა რამე, ან დამღლელი. ერთი წელი იყო და ეს მივლინება ჰაერივით ჭირდებოდა, ასე ვთქვათ, რომ გარემო შემეცვალა. ჩემ გეგმებს რაც შეეხება, ჩემი გეგმები მოიცავს წელს საბერძნეთს, ათენს, ისიც საქმიანი ვიზიტით, პირადი საქმიანი ვიზიტით და მეტი გეგმა ჯერ არ მაქვს, მაგრამ მადლიერი ვარ იმის რაც არის, რაც იყო და მართლა მივენდობი სამყაროს და ღმერთს, რაც ჩვენთვის უკეთესია და ის მოხდეს და ის მარგუნოს ამ წელში კიდევ. და მჯერა რომ რატომღაც კარგი შემოდგომა და ზამთარი იქნება. მთელი გულით მინდა რომ ასე იყოს. გამოვედით მეტროდან და გამოჩნდა ბუდაპეშტის ულამაზესი პარლამენტი. მე მგონი ესეთ ლამაზი პარლამენტი რა ვიცი, ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს. აქეთ კაფეშკები. გემით გასეირნებაც არ იქნებოდა ცუდი დუნაიზე უბრალოდ. დრო აღარ აგვაქვს სამწუხაროდ. აღარ არის დრო. მე თუ საოცარისა. ეს სკულპტურა აქ რაღაც წარწერა აქვს. არსად ისე ინგლისური წარწერები არა აქვთ რა. ეს არის დუნაის ცნობილი ფეხსაცმელები. ძალიან ძიმე ისტორიით, იქეთ ძალიან ბევრია, უბრალოდ უამრავი ადამიანია და ფაქტობრივად რთულია გადაღება. აი, ნახეთ. სუსხია დღეს მზეა, მაგრამ სუსხია. მაგრამ ძალიან კარგად დამახსოვრდება ბუდაპეშტი. ამჯერადაც მართლა რაღაცა სიანი დღეებით, თბილი ხალხით და კარგი სიტუაციით. მოკლედ წინა ჯერზე აი ამის გასინჯვის გარეშე წავედი. და ამჯერად მადომ დამითანხმა რომ გავსინჯო და მოვედით ძალიან ლამაზ ადგილზე, რომელიც უნდა განახოთ. ნახეთ ეს ლამაზია. აი შეგვია. აი შეგვია. ამ ადგილს ძალიან ლამაზია. აი ჩვენი ლანგოსი მოვიდა. პირველად სინჯავ ვერ ვუღალატ ეს საბერძნეთს, აქაც ძაძიკის და ჰეტის ნაზავით არის. მადომაც იგივე აირჩია. ნახოთ აბა როგორია. აქ იყო ლანგოსი. თუ ლანგო. აი ზაგემრიელი იყო. ძაძიკით აღება იყო სწორი არჩევანი, იმიტომ რომ ისედაც ძიმია ცომი. ცომი მოგაგონებთ. ეგ სოციალას გამოვაჩენ ეს ცომი მოგაგონებთ ჩებურეკის ცომს. ცოტა მოთკბოც არის, მაგრამ ძალიან გემრიელია, იმიტომ რომ ახლა ამ შემთხვევაში რაღაცა არაჟონმა ძაძიკმა დააბალანსა. ძალიან მომინდა მაინც ფრაპუჩინო. მარილიანი იყო ის და უზომოდ მომინდა. ესეც მაინტერესებს, მაგრამ ეხლა ძალიან თუმაჩი იქნება.
ზედმეტი იქნება. ნახოთ. ვაი შოკოლადი. პისტაჩიოს მაფინი. მოგეთ კაი რაღაცებია. მე ვარ ძალიან დაღლილი მეგობრებო. ძალიან დაღლილი. ანუ ნამდვილ პატარა მათ გადაიქცა რა ქვია UN ადგილად აქაურობა რა კარგია აქ გუშინ ფანტანები რომ იყო ის ადგილი უკეთ გადააკეთეს და რაღაცები არის ძალიან მაგარია ძალიან კაია აშკარად კარგად ერთობიან შაბათ კვირას ძალიან ხო შენ როგორ ჩატენი ის ანახე ჩემი ლაბუბუ, ჩემი Make America Great Again, ჩემი ლამაზი ჩან. ვერა. ანუ ხოთ, ერთი წამით ეს ხა გჭირდება. ანახე როგორი მარკეტინგული ნახოთკა. აი ეს არის რაც ხდება კამერის უკან. კი, მარტო ბუდაპეშტი და სლოვაკია სამსახურა. ეს ვიკო დაინახული შედნიჩ ხმართია საქმეები რომ არ მოდირავდით აი გეთ ხოებო უმრობებო აი თიცამია რა მეუდეს ესე იგი აი ეს რა თუნდა ამიხსენით გაფიცებთ აი ეს ჩემ ხელა ჭიქა ჩემ ხელა ჭიქა 45 კეპი ჩინეთიდან თითოს გაყიდის 5 ევროთ თავისთვის მინდა შეხედი ახლა მაიმუნი ჩავიჭყლინა და მე გადაგიღებ კრისასავით რომ მიდიხარ ციკ 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 მე ჩალაგებული მაქვს ერთი შოპერი მაქვს ერთი ჩანთუკელა და ერთი რუგზაკუკელა. რუგზაკუკელა არ იქნება ახლა. რუგზაკუკელა. შევხვდებით ერთმანეთს ბუდაპეშტის აეროპორტში. აეროპორტში. და ზუსტი ზონაც არ ვიცით B1, B28 წერია და წადით და მიხუთი 28 ამ 28-დან სად ვიქნებით? ეხა მივდივართ in the heaven. ანუ რა ვქნათ ჭამოთ ხო არა? რა თქმა უნდა ვჭამოთ. ანუ მეგობრებო, მე ხო დამცინის ეს ქალბატონი, ეხა განახებთ ამას. აი, ბავშვი. დაითვალე რამდენია. მოიწია, მოდი აგერ დაითვალე. ეს მოიგო რაღაც თამაში. ეს აჩუქაია, ეს თავისით დაკიდა. ეს მოვიგე. ესეც მოიგე? ვაიმე. ხო, რაღაც ის ბოქსი იყო. ანუ გთხოვთ. მადო წადი იქეთ. არა, ისე იარე. გაუშვი ხელი მაგას, გაუშვი. ტან. ანუ, რა ქვია სტიჩი? ნუ არა, აი ამ ჩანთებს ახლა არ გო. ვაიმე, აგერ კიდე მეორე. ეს ის კოსტუმია პირველ დღეს რომ ეცვა ღონისძიებაზე და ეხლა მადოს გაუმართდა რომ ძალიან სუსტია და ანუ ჩანთა. სადა? და ჩანთა.